მერეზ ჯაფარის 11 წლის. ვსწავლობ ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და კომპიუტერული თამაშები. 3 წელი თამაშობდი საფეხბურთო კლუბ ჩაქვში. ახლა დროებით გამოვიდა ისევ აპირებ შესვლას. მე ვთამაშობ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა პასების განაწილება. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ისრაფი. ჩაქვში ჩემი მწვრთნელი იყო დათო ჯინჯარაძე. ის არის საუკეთესო მწვრთნელი და ბავშვებთან აქვს კარგი ურთიერთობა. მქონდა 15 შეჯიბრება და ყველაზე კარგად დამახსოვდა მე-12. ვთამაშობოდი ლაგუნას და მოვიგეთ 4-2. დასვაში ვითამაშე საიმედოდ და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. საქართველოს ნაკრების სიამოვნებით ვთამაშები 4 ნომრით. მე რომ ახლა კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი დინამო ბათუმში. შემდეგ გადავიდოდი PSG-ში, შემდეგ გადავიდი ნაკრებში და შემდეგ ვითამაშებდი რეალში. მე გადაწყვეტილი მაქვს გამოვიდე ფეხბურთელი. სავარაუდოდ ფეხბურთს ვთამაშე 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მწვრთნელი. გავხსნით ბავშვთა საფეხბურთო სკოლას და დავაარქმევ რეზის აკადემიას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასები და კარგი მასწავლებლები. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია გეგა კონცელიძე. ყველაზე წელკია ბაჩიმ ჟავანაძე. ყველაზე ჭკვიანია როსტომ გილაძე. ყველაზე მშვიდია ვიკა ველიაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია კეთევან კალანდაძე. იმიტომ რომ კარგად ხსნას გაგკვეთილებს, შვიდია და მეგობრულია. ბავშვობაში მინდა და გამოვსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან ვთამაშობ საქართველოს 20 წლამდეთა ნაკრებში. სახლში ვცხოვრობთ მე, ბებია, ბაბუა, მამა, დედიკო და ძმა. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია ლევანი. ის არის მხიარული, ჭკვიანი, წელკი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მასში, როცა ტელეფონს ვთამაშობ. ჩემი აზრით ლევანი რომ გაიზრდება, გამომავა მხატვარი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, უშარი და მშრომელი. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ ხშირად ჩუქნის აჩუქრებს და ეუბნება კარგ სიტყვებს. დედიკო არის ლამაზი, თბილი და მშვიდი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. მიზლავზე შემიძლია შევჭამოთ ჩვენაიცალი ხინკალი. ჩემი აზრის, ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გაკეთებს ხაჭაპურს. შეყვარებული ამ ეტაპზე იმიტომ არ ყავს, რომ არ მინდა. სავარაუდოდ მეყოლება 15 წლის ასაკში. ჩემი აზრით ცოლს რომ მოვიყვან იქნები 20 წლის. შვილებს დავარქვენ ლუკას და დასოს. მიყვარს ითქვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია გიგა გმენცაძის წიგნი მიდი სანახავად. საყვარელი ფილმია პიკი საათი. კიდევ ერთ-ერთი საყვარელი ფილმია მარტო სახში. სიამოვნებით ვთამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. შესაძლოა ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი რონალდოზე მაგარი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. ჩემი აზრით პარიზში ცოლთან ერთად წავალ 23 წლის ასაკში. ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. წინა მონაწილემ დავიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერზალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ისრაფი სუპერზალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი კომპიუტერული თამაშია Red Dead Redemption. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს დამალობა. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, PlayStation და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.